აღდგომა და გიორგობა ქართულ კინოში. თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდა კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან ტრაპაიძე. ქეთევან მოგესალმებით, მადლობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევით. პირიქით დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის და ძალიან საინტერესო თემაზე გვინდა რომ ვისაუბროთ ჩვენს მაყურებელს აღდგომა და გიორგობა ქართულ კინოში. და ამ კითხვითვე დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. როგორია ქართულ კინოში აღდგომა, გიორგობა და ზოგადად ქრისტიანული დღესასწაულები? საინტერესოა ნამდვილად. კი ბატონო, ჩვენ ამ ხრივაც გამონაკლისს წარმოვადგენთ, მართალი გითხრათ, ძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმ მდგომარეობისა და რეალობისა, რომელშიც ქართული კულტურა ცხოვრობდა, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ამაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო ბევრი ადამიანის და მაყურებლის მეხსიერებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ეს პერიოდი, რა თქმა უნდა, ახსოვთ კიდევაც და ალბათ ის მოცემულობაც ახსოვთ, რომელშიც ცხოვრობდით, მიუხედავად ამისა, ქართული კინო ინარჩუნებდა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს ასეულს, დაკავშირებულს ეროვნულთან, სულიერთან და ამის ყველაფრის გამოხატვა ეკრანზე, რასაკვირველია გარდა იმისა, რომ დაკავშირებული იყო გარკვეულ სირთულეებთან, ქმნიდა ერთგვარ იმ უხილავ ძაბს და დიალოგს მაყურებელთან, რომელიც მას სულიერებასთან აკავშირებს. იცით რა, იმდენად ფასეულია და იმდენად მნიშვნელოვანია ყოველივე ეს დღევანდელი გადასახედიდან, რომ მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის ყველა თაობისთვის ეს იყო თანაბარწილად მნიშვნელოვანი. აი ეს კიდევ ერთი გამონაკლისია, რაც ქართულ ეროვნულ კინოს ახასიათებს. ეხლა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ისეთი შედევრი ქართული კინემატოგრაფისა, როგორც გახლავთ გიორგი შენგელაიას ფიროსმანი, ფორმისეულად, შინაარსობრივად, თემატურად ყოველმხრივ გამონაკლისია ზოგადად სოფლიო კინოს ისტორიაში. მისი ეს რთული გზა, მის მიერ განვლილი და ეს სტილური გასაოცარი შეკრული მთლიანობა, რომელიც ამ ფილმს ახასიათებს, კიდევ გარდა ამისა, აი იმ სულიერებასთან არის კავშირში, რომელიც რელიგიურ დღესასწაულებთან, გიორგობასთან, აღდგომასთან ასოცირდება და ბუნებრივია ეს ყველაფერი ფიროსმანის უკვდავი ნამუშევრების ილუსტრირებით ცოცხლდება, ოღონდ ცოცხლდება, საქმეც ამაშია, ამას ყველაფერს ის დინამიკა და ის უხილავი ძაფი აკავშირებს მაყურებლის სულთან და გონებასთან, რომელიც დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და უფრო ღრმაა. დღევანდელი გადმოსახედიდან შესაძლებელია, ვიდრე მაშინ იყო. თან იცით რაშია საქმე? ყველაფერ ამას ადეკვატურად, ძალიან ღრმად სათანადო მეტაფორით აღიქვამდა მაყურებელი. მას არ სჭირდებოდა ამისთვის რაღაცა საოცრად უხეში და დამთრგუნავი გზის გავლა. საქმეც ამაშია. ესთეტიკა, რომელიც ამ ეპოქას ახლდა და რომელიც 60-70-იანი წლების ქართულ კინოს ახლდა და რომელიც ზოგადად გიორგი შენგელაიას შემოქმედებისთვის დიახ, დამახასიათებელია, რა თქმა უნდა, არა ყველა ნამუშევარში, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად ეს ყველაფერი რელიგიურ დღესასწაულებს არა უბრალოდ ხილულს, არამედ ღრმას ხდიდა. გესმით, ამ საიდუმლოსთან მიახლოება ძალზე უადვილდებოდა მაყურებელს, იმ მაყურებელსაც, რომელსაც ნაკლები ინფორმაცია ჰქონდა, ან შესაძლებელია ნაკლებად შემდგარი გახდათ სულიერების გზაზე, მისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როგორ უძლებდა ცენზურას ასეთი ფილმები? საქმეც იმაშია, რომ ამ ადამიანებს წნეხი იყო, საეკლესიო თემატიკას ასახებოდა ყველაფერს. რა თქმა უნდა, მაგრამ იცით, ამ თაობას ცენზურასთან ურთიერთობის თავისი წესი ჰქონდა და თავისი სალაპარაკო ენა, ეს ერთი, სამეთყველო ენა, ასე ვთქვათ. მეორე, მართალი გითხრათ და ამაში უცნაური არაფერი არ არის, ცენზურასაც, რა თქმა უნდა, თავისი რაღაცა ეს ერთგვარი რემისიის პერიოდები აქვს ეს ერთი, მეორე ის ადამიანები, ვინც ამ იდეოლოგიასთან კავშირში რაღაცა ბარიერებს აწესებდა, მათ შორისაც იყვნენ პროფესიონალები და ძალზე განათლებული ადამიანები, ან არაპროფესიონალები. რომლებიც თვალს ხუჭავდნენ. რასაკვირველია, თვალს ხუჭავდნენ, რაღაც სხვა გზას ეძიებდნენ, ამას ყველაფერს სხვა რამ ერქვა და ასე შემდეგ. იცით რაშია საქმე? რაღაცა სიმძიმე, რომელიც ნატურალიზმს მოაქვს ხშირ შემთხვევაში, ხო და რომელიც ხელოვნებასთან არავითარ კავშირში არ არის. ხშირ შემთხვევაში, თანამედროვე სამყარო ასეთია, დამძიმებულია. ეს ყველაფერი ასეთი ხელოვნებით და ასეთი ღრმა სულიერებით იმ პერიოდისთვის აბსოლუტურად დაშორებული
გახლდათ ყოველგვარ უხამსობას. საქმეც იმაშია, რომ აი ამგვარი ხელოვნება არა უბრალოდ რელიგიურ დღესასწაულებთან კავშირში, არამედ სულიერებასთან კავშირში ხედავდა თავის მთავარ მისიას. უნდა იყოს ალბათ, ხო, მთავარი მიზანი. კინემატოგრაფიის, თეატრის და ზოგადად ხელოვნების. თავისთავად სულიერებასთან დაგვაახლოს და არა დაგვაშოროს. მას ბედნიერება უნდა მოქონდეს, მაგრამ ფიქრიც უნდა მოქონდეს, ხო, განსჯის საშუალებაც უნდა მოქონდეს. ის მთავარი უნდა მოქონდეს, რისთვისაც ის იბადება და წარმოუდგენელია, რომ სულის გარეშე ხელოვნება იბადებოდეს. ჩვენ ახლა ძალზე შორს წავედით, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული კინოსთვის ეს მეტად მნიშვნელოვანია. ისევე როგორც აი სხვა თაობის რეჟისორი ვახსენოთ, გოდერძი ჩოხელი, ძალიან საყვარელი მწერალი ჩვენი მაყურებლისთვის, რეჟისორი, რომელმაც ბევრი რამ ვერ მოასწრო, მე ვთვლი, რომ ძალიან ბევრი რამ არ გააკეთა, ვერ გააკეთა ისე, როგორც მას სურდა, ახალგაზრდა წავიდა, დიახ, და სრულიად ახალგაზრდას მის საკურსო ფილმში თუ სადიპლომო ნამუშევარია, ბაკურხეվել ხევსურში. იქ სადაც შესაძლებელია ბევრი რამ ისეთი აღმოვაჩინოთ მე და თქვენ, რაც ნუ ახალგაზრდა რეჟისორისთვის მისაღებია და იმ პერიოდის რეჟისურისთვის ზოგადად უცხოა ამასთანავე. ხო, ამასთან ერთად ერთი ძალიან საინტერესო რამ წმინდა გიორგის სადიდებელი სალაყობო, ასე ვთქვათ, მგზავრული სიმღერა ისმის. ძალიან საინტერესო, რომელიც ბედის წერის ფენომენთან და ერთგვარ ამ მთის ცხოვრების ფენომენთან ასოცირდება და ამავე დროს მთელი ამ ფილმის რეფრენია, მართალი გითხრათ, აი ის მოტივია, რომელიც ამ პერიოდის და ამ თაობის რეჟისორებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ნებისმიერი დღესასწაული მათთვის და აღდგომასთან, გიორგობასთან, ნებისმიერ რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებული, აი ნებისმიერი პატარა ერთი ეპიზოდიც კი ხდება ხოლმე ქვაკუთხედი ამ რეჟისორების ფილმში. ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ როგორ გამოიყურება რელიგია და ზოგადად რელიგიური თემა და მოტივი მასთან. აღდგომის თემაც შემოდის გოდერძი ჩოხელთან, ლუკას ახარება ხო? ყველაფერი, დიახ, ერთ-ერთი ყველაზე, კი ბატონო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმია მის შემოქმედებაში, იმიტომ რომ აქ მძიმე და ძალიან მნიშვნელოვანი. იცით, აქ ძალიან საინტერესო რამ მოხდა და ვინაიდან თვითონ ყვებოდა ამას ინტერვიუში, ამიტომ გავბედავდა მეც ვიტყვი ამ ფილმზე მუშაობისას მისმა შვილმა, რომელიც დიდი ხანი არ ლაპარაკობდა, ამოიდგა ენა. დიახ, და ალაპარაკდა, იცით, ეს საოცრებაც მოხდა. მართალი გითხრათ, როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი აი იმ გარდატეხას და მეტამორფოზას, რომელიც ადამიანში ხდება, როდესაც ის მთავარ ფასეულობასთან და მთავარ ღირებულებასთან პირისპირ დგება, კინო ამის ძალიან ნათელი მაგალითია. მოდით ახლა მე ერთ თემაზე გადავალ და ვახსენებ ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან კარგად ნაცნობ ფილმს ამბავი ივანე კოტორაშვილისა. აი ალეგორიაზე საუბრობთ. მართალი გითხრათ, დიახ, სწორედ ამაშია საქმე, ნუ ქართული კინოსთვის ჩვეული იუმორით, თვითირონიით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მართალი გითხრათ ქართული კინოსთვის, ხო? მე ამ გმირს ოღონდ რა თქმა უნდა ძალიან ესეთი მორიდებული პოზიციიდან ქართული კინოსთვის და მაყურებლისთვის წმინდა გიორგის ბრძოლასთან ასოცირებულ მოტივთან გავაიგივებდი. ასე იყო ეს ზოგადად, იმიტომ რომ სიკეთესთან, ბუნებრიობასთან, სილაღესთან ასოცირდება ეს ყველაფერი და იმ ურყევობასთან და იმ რწმენასთან, რომელიც მუდმივად ბოროტთან ბრძოლას უხდება, ასე ვთქვათ, და იმ გმირებთან, რომლებიც აი საკუთარ თავში ამ ურყევ რწმენას და წმინდა გიორგისეულ აი ამ განცდას ატარებენ, იცით, და ივანე კოტორაშვილის ამბავი და აი ეს იგავია ეს ფილმი, რა თქმა უნდა, თავისი დამოკიდებულებით, თავისი აი ამ რაღაცა სრულიად გაუტეხელი ერთგვარი სიმშვიდით და ურყევი რწმენით იმისა, რომ კეთილსაქმეს ემსახურება, აი ამ ზვარაკის ფენომენით, რომელიც მარადიულია და რომელიც ასევე მუდმივია თავისი სიწმინდით. აი ამ თავისი დამოკიდებულებით და მტრის ფენომენისადმი, ხო, აი ამ შეურიგებლობით, გასაოცარეთ და გულუბრყვილოთიო ამბობენ ხოლმე, მაგრამ ამ გულუბრყვილობაშია სწორედ ის სისპეტაკე, რომელიც ამ პერსონაჟს მოსდევს, აი ეს ალეგორია მუდმივად ბადებს
ასეთ განცდას იცით მაყურებელში. აქ შეიძლება პირდაპირ არ არის ნახსენები, გესმით, ეს დღესასწაულები და რელიგიური თემა. შეიძლება აღდგომაც არ ვახსენოთ ამ ფილმთან დაკავშირებით, რასაკვირველია, მაგრამ მუდმივად იწვევს ამ განცდას. სწორედ ამიტომ ჩვენ თუ გადავინაცვლებთ და ვიტყვით, რომ სხვადასხვა თაობაში ეს თემა დამოკიდებულება, ამის ასახვის სურვილი, ფილმში ეკრანზე გადმოტანის სურვილი მუდმივად არსებობდა, არ ვიტყვით რაღაც ახალს, ჩვენ ვიცით, რომ ქართული კინოს პატრიარქი რეზო ჩხეიძეც, პატრიარქს გულისხმობ ღვაწლმოსილ ადამიანს, რომელიც მაცხოვრის საფლავზე დანთებულ სანთელს გულისხმობთ ამ შემთხვევაში. მუდმივად ცდილობდა, რომ რაღაც სხვაგვარად და სხვა მასშტაბით შეეხედა ამ თემისთვის. ჩვენ ვიცით, რომ მარადიულად ქართულ კინოში სრულიად უნიკალურია და ყოველთვის საინტერესოა ის თემა, რომელიც რელიგიურ დღესასწაულებს ეძღვნება, იმიტომ რომ მასში საკუთარი თავის პოვნის იდეა ძევს. თუ სრულიად უახლესი პერიოდის ახალგაზრდულ ქართულ კინოს დაუბრუნდებით, მე გეტყვით, რომ ახალგაზრდებს რასაკვირველია ეს თემა აინტერესებთ, უბრალოდ ამისთვის ძალიან კარგად არის საჭირო წარსულის შესწავლა. რატომ? იმიტომ რომ არასოდეს არც ერთი რელიგიური დღესასწაულის მოტივი, აი ვერისუბნის მელოდიებში ხო ჩვენ ვიცით შობა როგორ ჩნდება და სრულიად ხელუხლებელი გახლდათ ის სხვათა შორის ცენზურის მხრიდან ამ შემთხვევაში გულისხმობს სწორედ ამ ეპიზოდს, რომელიც ძალიან ბევრ ამას აცოცხლებდა მაყურებელში, ხო მართალია არა? აი მაშინ ეს გიორგი შენგელაია. დიახ, რასაკვირველია და მასში სხვათა შორის ძალიან საინტერესოდ გემოვნებით შეკრული აი ეს მოტივი, აი მაშინაც კი საკუთარი საწყისისადმი სიარულის ამ ფენომენს შობდა მაყურებელში, მაგრამ აი ამ წარსულის შესწავლა საჭიროა იმისთვის, რომ ესთეტიკის აი ამ კატეგორიებს მივაგნოთ და გავიაზროთ, რისთვის კეთდებოდა ეს. ეს არ არის შემთხვევითი უბრალოდ მოტანილი მოტივები, რომელსაც სიუჟეტები შობს, არა. ეს გააზრებული აი ამ რეჟისორებში, ამ ადამიანებში ძალიან კარგად გატარებული თემაა, რომელთაც საკუთარი რწმენა, უფლისადმი დამოკიდებულება იმგვარად გამოხატეს, რომ ეს ყველაფერი საკუთარ მეს და საწყის და ღირსებას არ და საქმეც ამაშია, რომ საკუთარ თავში აი ამის აღმოჩენის და ეკრანზე გადმოტანის კულტურა ყოველთვის არსებობდა და ქართული კინოსთვის ეს იყო ტრადიციული. ეს არ გახლავთ შემთხვევითი დღეს, მოდით ესეც ვთქვათ თუ შეიძლება. ეს არ გახლავთ შემთხვევითი დღეს და არ გახლავთ მემკვიდრეობა, რომელშიც შესაძლებელია რაიმე დაიკარგოს. სწორედ ამით ცოცხლობს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ქართული კინემატოგრაფისთვის და ნებისმიერი ეროვნული კინოსთვის, იმიტომ რომ მოდით კუროსავას სიტყვებით ვიტყვით თუ შეიძლება, ნებისმიერი კინო, რომელიც კარგავს საკუთარ საწყის, ის კარგავს შესაძლებლობას არა მხოლოდ განვითარდეს, არამედ დაინახოს. საქმეც ამაშია. ესე იგი ახალი თემა მომიდა რომ წამოვჭრათ, როდის კარგავს კინო საწყის, მაგრამ მე მგონი ამის საშუალება სიამოვნებით ამაზეც ვილაპარაკოთ, როდესაც ამის დრო დადგება. უღრმესი მადლობა თემა ყოველთვის გვიხარია თქვენი სტუმრობა და თქვენი საინტერესო საუბრის დაგემშვიდობებით. კინომცოდნე, ხელოვნებად მცოდნეობის დოქტორი ქეთევან ტრაპაიზია იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.